რამდენად იღბლიანი ხართ ახლა. აი ამ მომენტში, როდესაც თქვენ ამ საჯარო გაშლას ხსნით, ჩემო YouTube არხელებო, ჩემო გამომწერებო და ვნახოთ, აი ახლა, აი ამ მომენტში, როდესაც მე თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას და თქვენ აირჩევთ კონკრეტულ ვარიანტს, ჩვენ ვნახავთ, რამდენად მეგობრობთ ახლა იღბალთან, რამდენად იღბლიანი პერიოდი გაქვთ და რაში შეიძლება რომ მომართოთ ეს ენერგია. მაშა სადამე ნახოთ. რამდენად იღბლიანი ხართ ახლა ვარიანტი პირველი, რამდენად იღბლიანი ხართ ახლა ვარიანტი 2 და რამდენად იღბლიანი ხართ ახლა ვარიანტი 3. სამი ვარიანტი გვექნება. გამოვიყენოთ მინერალური ქვები. ამეთვის და პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი იქნება ლაბრადორიტი და მესამე ვარიანტი იქნება მთის ბროლი. გახუჭეთ ახლა თვალები. ასე უფრო მეტად გავანათებ თქვენთვის და კითხეთ სამყაროს, აი ახლა ამ მომენტში, როდესაც მე ვუყურებ ამ საჯარო გაშლას, რამდენად იღბლიანი ვარ, რამდენად ახლოს არის ჩემთან ჩემი იღბალი, ხო? მაშა სადამე, იმედია აირჩიეთ ყველამ თქვენი ვარიანტი, მე გივიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი, ამეთვის და რამდენად ახლოს არის თქვენი იღბალი ახლა. თქვენი იღბალი ახლა, თქვენს იღბალს ძალიან უნდა რომ თქვენთან ახლოს იყოს, მაგრამ თქვენ რატომღაც მას ვერ ამჩნევთ, იმიტომ რომ თქვენი ყურადღება, თქვენი ემოციები ახლა არის გადართული სხვა რამეზე, ხო? სხვა რამის უკმარისობაზე, უკმაყოფილებაზე, სხვა რამის შესაძლოა განიცდიდეთ. და შესაბამისად არ ყოფნით ენერგია იმისთვის, არ ყოფნით ფოკუსი იმისათვის, რომ თქვენი იღბლიანი ოქროს თევზი დაიჭიროთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იღბალს თქვენთან მოსვლა ნამდვილად უნდა და ნამდვილად, ესე იგი, დიდი სიამოვნებით მოგწმენდათ, ცრემლებს გაგამხიარულებდათ, გაგაღიმებდათ და გაგახარებდათ, მაგრამ მოდით ნახოთ რა უშლის ხელს თქვენს იღბალს, რომ თქვენამდე მოვიდეს, ხო? 2-5 კრიზისს გადიხარ ძალიან დიდს, ემოციურსაც, მენტალურსაც. აქ ჩანს, რომ იღბალი იმიტომ არ მოდის, რომ ზოგადად თვითონ თქვენი ვიბრაციები და თქვენი ენერგიები ახლა საკმაოდ მძაფრად რეაგირებს კონკრეტულ სიტუაციაზე, რომელიც თქვენში ძალიან დიდ პროტესტს, ძალიან დიდ სიბრაზეს და ძალიან დიდ პრეტენზიებს ხძრავს, ხო? მაჩვენებს, რომ შესაძლოა იმყოფებოდეთ გარკვეულ კონფლიქტურ სიტუაციაში, გაუგებრობაში, გაურკვევლობაში, ხელს გიშლიდეთ, ვთქვათ, რაღაც კონკრეტული ადამიანების სიტუაციები იმისთვის, რომ თქვენს იღბალთან მიხვიდეთ. ან შესაძლოა ყველაზე დიდი მტერი ხო რეალურად ჩვენ ვართ საკუთარი თავის, შესაძლოა თქვენ თვითონვე საკუთარ იღბალს უტრიალდებოდეთ, იმიტომ რომ აი ესეთი პერიოდია, ხო? რაღაცა მძიმე, რთული, ესეთი კრიზისული პერიოდია, რომელიც უნდა გადაილახოს, უნდა გადაფურცლოთ ეს ეტაპი, ხო? კარგით, მოდით მე კითხვა მაქვს მაშინ. როგორ უნდა დაიბრუნოთ, როგორ უნდა დაიახლოვოთ, დაიმეგობროთ იღბალი, ხო? ხმლების დედოფალი. მიიღეთ გადაწყვეტილება და ის, რაც ახლა გიქმნით ძალიან დიდ დისკომფორტს, ან ვინც ახლა გიქმნით ძალიან დიდ დისკომფორტს, გამორთეთ ემოციები, იმიტომ რომ აქ ემოციები არ გჭირდებათ, აქ ემოციები არაფერს სასარგებლოს არ მოგიტანთ და მიიღეთ გადაწყვეტილება მკაცრად. იყავით მკაცრი, იყავით ძლიერი, იყავით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი თქვენს ნერვებზე ძალიან მოქმედებს, ხო? ჯობს ერთხელ დასვათ წერტილი და ყველაფერი გასაგები იყოს, ვიდრე მუდმივად ვთქვათ რაღაცა, თუ კი ეს სცენა გამუდმებით ბრუნავს, ვიდრე მუდმივად აი ამ სცენაში იტრიალოთ და იბრუნოთ. აქ საჭირო არის, რომ
მიხვდეთ, რომ შესაძლოა კონკრეტული ადამიანების სიტუაციები პირიქით თქვენი ემოციებით საზრდოობენ, ხო? პირიქით თქვენი ემოციებით იკვებებიან და შესაბამისად თქვენ ვერაფერს ვერ აკეთებთ, გარდა იმისა, რომ იმყოფებით მუდმივ კონფლიქტურ, მუდმივ სიბრაზეში, მუდმივ პროტესტში და შესაბამისად იღბალს ახლა რაღაცნაირად არც თქვენ არ გცალიათ თქვენი იღბლისთვის და არც იღბალი არ მოდის თქვენთან, ხო? ისე როგორც უნდა მოდიოდეს. ამიტომ თქვენ გეუბნებიან, როდესაც შენ გადაწყვეტ, რომ თქვარი წერტილი დასვა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ იღბალი მოვიდე შენთან იღბალი მოვა. ამიტომ აქ სანამ ეს ეტაპი არ გადაივლის, აქ ცოტა იღბლიანობაზე, წარმატებაზე შესაძლოა იყოთ წარმატებული, მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად აქ რაღაც, მაგრამ იმდენად ბევრი ენერგია მიდის ახლა ამ სიბრაზეებში, ხო, რომ არ ყოფნით ჩვენ ადამიანებს ხო გვეძლევა ყოველდღიურად კონკრეტული ენერგია, ხო, კონკრეტული საზომი ენერგიის და შესაბამისად ეს ენერგია ზოგი რაში მიდის, რაში ხარჯება, რაში გვეხარჯება, ხო, რაში სად გვეძლევა, ხო, ენერგია. აქ ძალიან ბევრი ენერგია იხარჯება. დარჩი, სტრესში, ნერვიულობაში, ამიტომ სანამ ეს ეტაპი არ იქნება გადალახული, წერტილდასმული თქვენი მხრიდან და არა ვინმეს მხრიდან, ხო? და მე გეტყვით, რომ თუ კი გადადგამთ ამ ნაბიჯს და ერთ მშვენიერ დღეს დასვამთ წერტილს, პირიქით, ძალიან გამარჯვებული და ძალიან ასე იგი სავსე გამოხვალთ ამ ყველაფრიდან, ხო? სავსე გამოხვალთ ამ ყველაფრიდან, ამიტომ პირველი ვარიანტა ესეთი სიტუაცია და აბა იფიქრეთ ახლა ვინ რა ხდის ამ თქვენს თქვათ პერიოდს ასეთ კრიზისულს ან რატომ ხართ ასეთ მდგომარეობაში და რა არის ის, რასაც დრო არ რომ წერტილი დაუსვათ და ამას თქვენზე კარგად ვერავინ და ვერაფერი ვერ გააკეთებს, ხო? აი ეს არის თქვენი პასუხი, ჩემო ძვირფასებო, დაგემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით. მეორე ვარიანტი ლაბრადორიტი. აი ესეთი ლამაზი მშვენიერი ლაბრადორიტი და ვნახოთ თქვენი იღბალი ახლა რამდენად იღბლიანი ხართ ახლა. ოთხიანების ხმლები. ახლა რა ხდება? ახლა ვიტყოდი რომ საიდან მოდის ეს? მინდა გავიგო საიდან მოდის ეს? რამდენად იღბლიანი ხართ ახლა? გასაგები. ნახეთ იღბლიანობაზე და უიღბლობაზე ახლა იმდენად ვერ ვისაუბრებთ, რამდენად იმაზე, რომ ერთგვარი გადაწყობა და გადახალისება ხდება თქვენი, გადალაგება ხდება თქვენი, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით, ხო? აქ მაჩვენებს, რომ თქვენი რეალობის ერთი ეტაპი სრულდება და გადადიხართ ახალ ეტაპში, ხო? ეს იმდენად იღბალზე ან უიღბლობაზე არ არის, ხო, რამდენადაც იმაზე, რომ რაღაცა შესაძლოა რთული პერიოდი ან ერთგვარი სტაგნაციის პერიოდი, გაჩერების პერიოდი რაღაცნაირად მთავრდება, ხო? ანუ ქონდათ ასეთი პერიოდი, როდესაც იყავით გაჩერებული, ასეთი აღდგენის პროცესი გქონდათ, ხო? უფრო ნახევრად მძინარე მდგომარეობაში იყავით, აქ არ ვიმეორებ, არ ეხება ეს მხოლოდ იღბალს. ეს ეხება ყველაფერს. აბსოლუტურად, ხო? თითქოს თქვენს სხეულს ეძინა. თქვენს სენსორებს ეძინა, თქვენს ენერგიებს ეძინათ, ხო? და ახლა ხდება აი ეს ერთგვარი გადალაგება თქვენი, ხო? ნახოთ კიდევ ერთი არკანით. თითქოს ახლა ასწორებთ ბალანსს, ხო? რაღაცნაირად. რამდენად იღბლიანი ხართ ახლა? მეორე ვარიანტი. აი არკანის სამყარო, არკანის სამართლიანობა, არკანის სამყარო. ჩემო ძვირფასებო, იღბლიან ადამიანს უყურებ მე აქ, უბრალოდ ადამიანი, რომელიც განიცდის ერთგვარ პროგრამულ გადარესტარტებას, ხო? ჩვენ როდესაც ტელეფონებს ვარესტარტებთ, კომპიუტერებს ვარესტარტებთ, ხო? ამის ხო რაღაცა ჩატვირთვის დრო სჭირდება, ხო? გადარესტარტების, აი ზუსტად ეს ამბავი არის ახლა აქ.
ხდება თქვენი პროგრამული გადარესტარტება, რომელშიც იღბალიც რესტარტდება, ჯანმრთელობაც, ფინანსებიც, წარმატებაც, ყველაფერი აბსოლუტურად და მაჩვენებს, რომ აბსოლუტურად ცხოვრების ახალ ხარისხზე გადადიხართ. აბსოლუტურად ახალ ხარისხზე გადადიხართ. კიდევ ერთხელ მინდა შეგეკითხო. რამდენად იღბლიანი ხარ ახლა? არკანი მზე, არკანი სამყარო, არკანი სამართლიანობა, უდაოდ ძალიან იღბლიანი ადამიანი ხარ, ოთხიანების ხმლები, ეს არის ერთგვარი პერიოდი, როდესაც არა უიღბლო იყავით ჩემო კარგო, არამედ კიდევ ერთხელ განმეორდები. განიცდიდით უბრალოდ იყავით ერთგვარ მძინარე მედიტაციურ მდგომარეობაში, ხო? იყავით ჭუპრში ჩამჯდარი ესე იგი პეპელა, რომელიც შიგნიდან ლამაზდება, განიცდის ტრანსფორმაციას, იღებს ფორმას და თქვენ ძალიან მალე ძალიან ლამაზ პეპელად გამოიჩეკებით და იღბალიც მოვა თქვენთან, სიყვარულიც და ყველაფერი, იმიტომ რომ აქ იღბალი რა მოსატანია, ხო, მხოლოდ თქვენთან ესეთ სერიოზულ გლობალურ პროცესებში ხართ. კარგით, კიდევ უფრო მეტად როგორ უნდა დაიახლოვოთ ეს იღბალი, ხო? კიდევ უფრო მეტად როგორ უნდა დაიახლოვოს მეორე ვარიანტმა ეს იღბალი. არკანი ქურუმი, თქვენ ხელშია ყველაფერი. თქვენ ხელშია თქვენი სამყარო, თქვენ ხელშია თქვენი იღბალიც, თქვენი ბედიც, თქვენი ყველაფერი აბსოლუტურად ყოველი დღე გეკუთვნით თქვენ. გინდათ რომ დღეს იღბლიანი იყოთ, იქნებით. თქვენ ან ინფორმაციას ფლობთ, ცოდნას ფლობთ, ენერგიას ფლობთ, ან მზის კარელები მიყურებთ, მეორე ვარიანტი. აქ ხო ძალიან ზიხართ და პოპკორნი გაქვთ მომარჯვებული და უსმენთ ამ საოცარ ვარიანტს. ხო, ამიტომ გეუბნებით, რომ აქ თქვენ ყველანაირი ინსტრუმენტი გაქვთ იმისთვის, რომ საკუთარი თავის და რეალობის მხატვარი იყოთ, იმიტომ რომ აქ ყველა არკანი უფროსი ამოვიდა, მარტო ოთხიანების ხმლები ამოვიდა, რაც გაჩერებას ნიშნავს, სიჩუმეს ნიშნავს. ისეთ როგორ დაგინახეთ, აი, როდესაც ესეთი მშვიდი წყალია, არაფერი არც კი ლივლივებს, არც კი იწვრის და უბრალოდ მე ეს წყალი იხსნება და რაღაცა ძალიან ლამაზი ნიმფა, ლამაზი არსება ამოდის იქიდან, ხო? თითქოს ესეთი ჩახვედით და საერთოდ სხვანაირი ამოდიხართ, აი რაღაცა ესე დაგინახეთ, ასე რომ მეორე ვარიანტი ძალიან მაგარი ვარიანტია, წარმატებებს გისურვებთ. სიტყვა იღბალი თქვენთან ძალიან პატარა სიტყვა ამ შემთხვევაში. და მესამე ვარიანტი, მოდით ვნახოთ თქვენთან იღბალი რამდენად ახლოს არის ახლა მთის ბროლი. თქვენი იღბალი რამდენად ახლოს არის ახლა. აჰა, თასების მეფე, შემოქმედებითი ენერგია, მუზა, ხელოვნება, ყველაფერი რაც შესაძლოა საერთოდ არ იყოთ ხელოვნებაში, მაგრამ თქვათ დაიხმაროთ მუსიკა, ჰერცები, დაიხმაროთ ის, რასაც განწყობაზე მოყავხართ, ხო, თქვენი იღბალი არის თქვენს ემოციებში, თქვენს მუსიკაში, ყურს, რაც ყურს ესმის, ხშირად უსმინეთ კარგ მუსიკას. შესაძლოა იგივე მანტრებს და ჰერცებს, რომლებსაც მოაქვთ იღბალი, კეთილდღეობა, წარმატება, კარგი განწყობა, შესაბამისი ვიბრაციები, ხო? კი, თქვენი იღბალი ახლა თქვენთან არის. კი, თქვენი იღბალი რამდენად თქვენთან არის? კიდევ ერთხელ ორიანების თასები. თქვენ ნახეთ, როგორი ამბავი გვაქვს აქ. თქვენი იღბალი კი თქვენთან არის, ჩემო ძვირფასო. მაგრამ თქვენი ხასიათი არის ძალიან დამოკიდებული კონკრეტულ ადამიანზე. თუ კი კონკრეტული ადამიანი, შესაძლოა პარტნიორი, შვილი, მამაკაცი, სამსახურში უფროსი, ხო არ აქვს მნიშვნელობა. თუ კი მისი მხრიდან მოდის გარკვეული თქვენთვის მძიმე ენერგიები, ხო? იმიტომ რომ ძალიან გრძნობიარები ხართ, ხო? ანუ იმის თქმა მინდა, რომ თქვენი იღბალი ძალიან არის დამოკიდებული თქვენს ემოციებზე, შესაბამისად ემოციური ადამიანი თავისი ენერგიებით ან ესე იგი
იფუჭებს ფონს, იმიტომ რომ ვიღაცის ემოციები და ვიღაცის ენერგიები გადმოედო და ეს ეხება განსაკუთრებით ძალიან ახლობელი ადამიანების ენერგიებს, ხო? და ხართ კარგად მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი. ანუ ნახეთ, თქვენი ვიბრაციები, თქვენი იღბალი და თქვენი შემოქმედებითი ენერგია ძალიან არის დამოკიდებული ან კონკრეტულ ადამიანზე, ან კონკრეტულ ადამიანებზე. მეხუთით ხო? შესაბამისად, მე აქ შემიძლია გითხრათ, რომ ესე იგი კარგი განწყობა არის მაშინ და ვიბრაციებიც კარგია და იღბალიც თქვენთან არის, როდესაც კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული გარემო გიქმნით აი ამ ანუ არ ხართ თითქოს დამოუკიდებელი ამ საკითხში მეხუთით ხომ? აქ ჩანს დამოკიდებულება. სხვაზე დამოკიდებულება ჩანს, რაც ერთის მხრივ კარგიც არის, ერთის მხრივ არ არის კარგი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს თქვენი ბუნებაა და შესაბამისად კარგი იქნება ალბათ უკეთესი, რომ ესე ძალიან არ იყოს თქვენი ბუნება განწყობა. იმიტომ რომ ნახეთ, თქვენი ფსიქოტიპის ადამიანი მაშინ არის ბედნიერი, სავსე და წარმატებული და შემართებითი ენერგიებით, როდესაც მის გვერდით მდგომი ადამიანი, ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს, არის კარგად. ანუ ის მომენტი არ არის, რომ აი თუ კი სადღაც კონფლიქტური სიტუაცია, გაუგებრობა, ხო, ეს ეგრევე ყველა თქვენს სფეროს მოიცავს, ხო? ისი არა, რომ მაგალითად მარტო ურთიერთობების სფერო მოიცავს, არა. მოკლედ ფუჭდება ყველაფერი ირგვლივ, ამიტომ აქ მიაქციეთ ამას ყურადღება, ხო? იმიტომ რომ თან ეს როგორ არის, იცით, პერიოდებად მოდის. რეალურად ძალიან ძლიერი ადამიანები ხართ. როდესაც შემოქმედებითი ენერგია გაქვთ მოზღვავებული, თქვენ შეგიძლიათ მთები გადააბრუნოთ, მაგრამ არის ეს პატარა, ну, ვიცი ხამას ამდენად დავარქვათ ხარვეზი და პრობლემა, მაგრამ ну, რა თქმა უნდა, თქვენთვის მომინიჭებია თქვენ რას დაარქმევთ ამ ყველაფერს, ხო? როგორ გააძლიეროთ კიდევ უფრო მეტად, როგორ დაუმეგობრდეთ იღბალს, როგორ მოიზიდოთ კიდევ უფრო მეტი იღბალი თქვენს ცხოვრებაში. ხო რა, ნახეთ, ისევ იქით მივდივართ, რომ უნდა გამიჯნოთ რაღაცები ერთმანეთისგან. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გამიჯნოთ ერთმანეთისგან. ძალიან იმღვრება ერთმანეთში თქვენი სფეროები. გადადის, გადმოდის და თითქოს საღებავები ირევა ძალიან. აი ეს მიჯნა არ გაქვთ. მიჯნა არ გაქვთ და ეს ძალიან ხელს უშლის თქვენი მუშაობის ხარისხსაც და იღბლის ვთქვათ, მოსვლას თქვენს რეალობაში. როგორ უნდა გააძლიეროთ და ალბათ ცოტა ხანი დასვენება, განცალკევება, განმარტოვება და რაღაცნაირი აღდგენა ცუდი არ იქნებოდა თქვენთვის. კარგი იქნება თუ ხშირად ივლით, კარგი იქნება თუ რაიმე აქტივობით დაკავდებით, ხო? ეს ძალიან დაგეხმარებათ, რომ თქვათ რაღაცა სიბრაზეებისგან განეიტრალდეთ, ხო? შეიძლება ის იყოს ექსკურსიები, საყვარელ ადგილებზე სიარული, ხო? რაღაცნაირად ბალანსი უნდა ნახეთ, ბალანსი უნდა ისწავლოთ და უნდა ისწავლოთ რაღაც ჩუალეთის დაჭერა პირაცა და ყველა დანარჩენ სფეროებს შორის. არ უნდა იწამლავდეთ ასე თავს და არ უნდა ამღვრევინებდეთ, თქვათ, თუნდაც პირად ურთიერთობებში შეიძლება ერთ დღეს რაღაცები არ იყოს დალაგებული და მეორე დღეს დაალაგდეს, მაგრამ ეს არ უნდა გადმოდიოდეს თქვენ სხვა დანარჩენ სფეროებზე, თორე რეალურად ძალიან იღბლიანი და შემოქმედებითი ადამიანი ხართ. ამაზე თუ იმუშავებთ, ყველაფერი კარგად იქნება. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო პასუხები. თქვენს
საჯარო გაშლის თემაზე, რომელიც ასე ძალიან გაინტერესებდათ იმედია. კარგი თემა შევარჩიეთ თქვენთვის, მე კი დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, საუკეთესო სურვილებით არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რათა მუდამ შემხებლობაში ვიყოთ ერთმანეთთან და არ გამოვტოვოთ და არ გამოგრჩეს ერთმანეთი. შეხვედრამდე.